კარგი ხალხი. ბევრი ვერ ამხელს იმას, მაგრამ სიკვდილში უნდა თქო და თუ გამხილა რამე ემუქრებიან. ასე ვიყავი, მე მუქებოდან იგი დახმარება გიხსნით და ხონდა დახმარება და მე იხმარო, მაგრამ ვერ ათვეთ დახმარება. ოღონდ სიმართლე გეიმაროს. რას გვპირდება ეს კაცი? არის თუ არა ეს რეალობა? არ მოგვთარა ცხოვრებაში ბიზნეს ეთქვას და არ გეკეთებია. ყველა ნატრულობდი ჩვენ თელი საქართველოს რატო არა ვარ საჭერელი. ამ კაცმა მეგობარსაც პატივიცა, თანასობლელსაც პატივიცა და სულ ყველას. კაც რომელიც არც პრემიერ-მინისტრი იყო, არც პრეზიდენტი. ყველა უნდა ინატროს რატომ არა ვარ საქართველოს მოქალაქე. ნამდვილად და ეგეც ხალხს ეუბნებიან რომ ჩვენსკენ იღავია ნაციონალებში მოცნებას ესე იგი უნდა უთხრობთ. რის საფუძველზე, აი რის სანაცვლოდ, რას თავაზობენ? თანხებს ხო არ თავაზობენ? კი. შეგიძლიათ მომიყვეთ მაგალითები? კი, თანხებს აძლევენ ახლა. ზოგს 150 ლარი აჩუქენ, ზოგს 250 აჩუქენ. ეს ყველა ვიცი, კარგად ვიცი, ხალხმაც ვიცი და მეც ვიცი. ბატონი მერაბი ეს ადამიანი გახლავთ კუკავას პარტიის წარმომადგენელი და მან მოხსნა ჩვენ სასარგებლოდ ქართული ოცნების და პირადად ჩემს სასარგებლოდ თავისი კანდიდატურა მაჟორიტარობიდან, რის გამოც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენც ცოდვა ვართ შვილო, ეს ასაკის ხალხი დავბერდით შრომით. დატანჯული ვართ, რა არის ჩვენი 110 ლარი პენსია? ერთ წამალს არ ყოფილსო. ვინც ავართ, აგერ ჩვენ თითქმის აღარ შეგვიძლია. სტაჟის გამოგვიხსნეს ის. სტაჟი ჩვენთვის აღარ მეიხსნაო, ასე გითხრეს და. მეიხსნა მუხლებს. პენსია თუ მეიმატებს. არაფერი იხსნება და ხალხისთვის ხსნიან ყველაფერს. ჩემი კანდიდატურა მოხსენი. და ამას ჰქონდა თავისი პირობებიც კაცო, იმიტომ რომ ხელისუფლება ყოველთვის შეეცდებოდა თავისი კანდიდატურა გაეყვანა და მას ჰქონდა ამის გარკვეული რესურსები მაინც, ადმინისტრაციული თუ სხვა რაღაცები. და თუ კი მას დაუპირისპირებთ ერთ ძლიერ კანდიდატს, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი დავამარცხოთ და ქალბატონელისო არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელსაც შესწევს ძალაც და უნარიც, რომ შეებრძოლოს და კიდეც დაამარცხოს ხელისუფლების წარმომადგენელი. მე ასეთი სილამაზე, ასეთი თბილი ხალხი საქართველოს არც ერთ კუთხეში არ მინახავს, მაგრამ ასე სიღატაკის ზღვარზე მისული ხალხიც იშვიათად მინახავს და სამ კუთხეში ვნახეთ. საერთოდ ზოგადად მთელი საქართველო ასე მდგომარეობაშია. მე მგონი ხალხმა გაათუცნობიერა უკვე რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, რაღაცა სრულდება უნდა მოხდეს. მე მინდა რომ ასე ქართული ოცნების ასრულება ვუსურვო მთელს საქართველოს და ის რომ ჩვენ 2 ოქტომბრიდან დავიწყოთ ახალი ქვეყნის მშენებლობა.